გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა ორწლიანი საქმიანობა საერთაშორისო კონფერენციაზე შეაჯამა, რომელიც თბილისში ჩატარდა. დამსწრე საზოგადოება სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ მეუფე შიო მუჯირი, საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს და კათედრალის სტრუქტურულ კვლევასა და მონიტორინგს, გელათის მონასტრის ტერიტორიის გეოლოგიის, სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურის, კონსერვაციის, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის და მოზაიკის საკითხებს, გელათის მონასტრის გენერალურ გეგმას. მუშაობის ყოველ ეტაპზე თითოეულ მოქმედებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, რათა ყველა საკონსერვაციო მიმართულება და საბუშაო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდეს. რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე. შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართო მასშტაბიანი მუშაობა, როგორც სამეცნიერო კვლევა დიაგნოსტიკის, ასევე ფიზიკური სამუშაოების მხრივ. მაღალმა სამეცნიერო დონის კვლევა დიაგნოსტიკამ შექმნა მტკიცე და უსაფრთხო საფუძვლები ყველა მიმართულებით. იქნება ეს მონასტრის კათედრალის ერთიანი დროებითი გადახურვის გრანდიოზული პროექტი, გელათის სამონასტრო კომპლექსის მართვის გეგმის დოკუმენტი, მხატვრობის და მოზაიკის კონსერვაცია, რესტავრაცია, სტრუქტურული კვლევები, გეოლოგია თუ სხვა. და დღევანდელმა დღემ გამოაჩინა, რომ ეს ჩვენი პაციენტი, რომელზეც ითქვა და რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი ექიმისთვის ძვირფასია, მაგრამ არის ხოლმე ისეთი პაციენტი, ან შენი ოჯახის წევრი, ან შენი შვილი, რომელზეც განსაკუთრებით გული შეგტკივა. აი მე დავინახე ეს ყველა ჩვენგანში ეს დამოკიდებულება. და დღეს შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს პაციენტი ჩვენთვის ყველაზე სანუკვარი და საყვარელი და ძვირფასი არის საიმედო ექიმების ხელში. დღევანდელი პრობლემები არ შექმნილა 1 ან 2 წლის მანძილზე. ეს არის 10 წლეულების და შეიძლება 100 წლეულების პროცესები, ამიტომ არის პრინციპული, რომ ძალიან დეტალურად ყოფილიყო შესწავლილი, რომ ნებისმიერ ჩარევას უკუ შედეგი არ გამოეწვია. დღეს თამამად შეგვიძლია ყველას უთხრათ, რომ გელათში პროცესი არის დადებითისკენ წასული, სიტუაცია არის სტაბილური და ზუსტად ვიცით რა უნდა გაკეთდეს. ხვალ და ზეგ. კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გელათის ისტორიულ სამონასტრო კომპლექსს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი განცხადებით, ტაძარს დროებითი გადახურვა უკვე გაუკეთეს და კომპლექსი ახლა დაცულია. ამ განცხადებას წყვილს უწოდებს ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. მისი თქმით, გელათის ტაძარზე არათუ გადახურვა არის გაკეთებული, არამედ გუმბათიც კი მიტოვებულია და უხარისხო კრამიტის იმედადაა დარჩენილი. არა მხოლოდ უკვე წელში გამართულად საუბრობთ ამ პრობლემის დაძლევაზე, არამედ უკვე რეალურ შედეგებამდე, რეალურ მეთოდოლოგიებამდე ვართ მისული. კვლევები გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ხვალ და ზეგ უკვე ხელშესახები გახდება და ეს პრობლემა ისედაც დაძლეულია, იმიტომ რომ დროებითი გადახურვა უკვე დგას და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გელათს ამ წუთას აღარაფერი არ ემუქრება. აი ასეთი არაკვალიფიციური, დაბალი კომპეტენციის და უბრალოდ საყველპურო საუბარი გელათზე არის ძალიან სამარცხვინო. მათ შორის იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომლებიც ვერცერთ სფეროში, ვერცერთ მიმართულებით კვალიფიკაციას ვერ ავლენენ, მაგრამ ამ ხალის ამბიციიდან გამომდინარე, მინიმუმ მას ოდნავ მეტი უნდა მოეპოვებია ინფორმაცია, ვიდრე ასეთ ალმასისებრ ტყუილს იტყოდა საკუთარი მრევლის თუ სექტის საკვებად. ერთხელ მაინც მოვიდეს მინისტრი რუხაძე გელათში და აუხსნით თუ რა სჭირს გელათს. გეის მდგომარეობით არათუ გადახურვა არის გაკეთებული, გუმბათი მიტოვებულია, აფრები დატოვეს უხარისხო კრამიტის იმედად წვიმაში, უამრავჯერ იწვიმა მას შემდეგ რაც მოხსნეს აფრებზე დროებითი თუნუქის გადახურვა. ვიცით რომ გასული წლის ივნისიდან მოხსნილია საკურთხეველზე ასევე თუნუქის გადახურვა და დავაფიქსირეთ თოვლის ზამთრის განმავლობაში, რაც ადასტურებს იმ რისკებს, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რომ მოზაიკის მდგომარეობის დამძიმებას უწყობს ეს ყველაფერი. მეგატივმა გელათის საკითხთან დაკავშირებით ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ჩაწერა. მეუფე აცხადებს, რომ ის გელათთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ვერ ფლობს და არის რაღაცეები, რაც მასში კითხვის ნიშნებს აჩენს.
ობიექტიურ ინფორმაციას მე ვერ ვფლობ. რადგან არის ესეთი კომიტეტი დადგენილი, რომელიც ხელმძღვანელობს რესტავრაციო რეაბილიტაციო სამუშაოებს. ჩემი ასეთ ვიზუალური შეფასებით ჯერ უკვე 2 წელია გრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები. თვითონ რესტავრაცია ან კონსერვაცია მე არ მინახავს რომ კვლევები ტარდება. კვლევები რომ უკვე იყო ადრე ჩატარებული 60-იან წლებში, 80-იან წლებში და ხელახლა საჭიროა ამ კვლევის ჩატარება. და ის დავითი ექსპერტების მოთხოვნით არის თუ თვითონ ჩვენი სპეციალისტების, მაგრამ ალბათ უფრო სრული ინფორმაცია ხდება ბატონ დავით ორგიფანიძეს და მამა ირიონ ონიანს და ნაციონალურ პროგრამულობა. არის რაღაცა რაც ჩემში კითხებს და კითხვის ნიშნებსა, ჯერჯერობით პასუხი ამ კითხვაზე არ ამაყობ. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის 2 წლიანი საქმიანობის შეჯამების საერთაშორისო კონფერენციაზე ყველა სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული გელათში მიმდინარე სამუშაოებში. მათ კონფერენციის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს და შესრულებულ სამუშაოებზე გაამახვილეს ყურადღება. ეს კონფერენცია მნიშვნელოვანია იმით, რომ ფაქტიურად ერთი ადამიანის გამოკვლევის გარდა სრულად ჩამოსულია ჩვენი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, ასევე მას ესწრებიან ჩვენი ეროვნული საბჭოს წევრები და ყველა საკონსერვაციო მიმართულების ექსპერტები. განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია მხატვრების კონსერვაციაზე ბატონი სტივენ რიკერების მოხსენება, რომელიც ახლა იქნება და ასევე ბატონი რობერტო ნარდის მოხსენება მოზაიკაზე, რომელიც ასევე მესამე ნაწილში იქნება. სასიხარულო ასპექტი იმითი, რომ დღეს შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ უკვე დგევართ იმ საფუძველზე, იმ სიმყარეზე, რომ ხამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გელათის ის მრავალწლიანი ურთულესი პრობლემები, რომლებიც გელათს ჰქონდა, უკვე დაძლეულია, შეუქცევადი დაზიანების პროცესი შეჩერებულია და ჩვენ დღეს გვაქვს მდგრადი განვითარება და მდგრადი პროგრესი გელათში. ქართულმა ჯგუფმა საერთაშორისო ხელმძღვანელებთან ერთად გააკეთეს კვლევა დიაგნოსტიკის მრავალი ეტაპი, დაფარეს მთავარი სივრცე, ეკვდერები, გადავდივართ ნართექსა და გუმბათზე. კვლევების საფუძველზე ჩვენ შევქმნით საკონსერვაციო ჩარევების, ფიზიკური ჩარევების პროგრამა, რომელზე დაყნობითაც ჩვენ ვავითარებთ, ჯერ ტესტებს ვაკეთებთ, შემდეგ უკვე გადაგვაქვს ეს ძეგლზე და ვაკეთებთ ფიზიკურ სამუშაოებს, გამაგრებით სამუშაოებს. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი მასშტაბის სამუშაოები არის უკვე გაწეული ფიზიკური მიმართულებით და ეს პროცესი გრძელდება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, კვლავ გვაქვს. კვლევები პარალელურად კიდევ ხორციელდება მარილებისა და ბიოლოგიის მიმართულებით, ტექნოლოგიის მიმართულებით. ეს პროცესები არის ერთმანეთთან გადაბმული და ჩვენ პარალელურად ყველა ამ გამოწვევას გუშინ ვიმყოფებოდი გელათში. ადგილზე გავეცანი სამუშაოებს და ნამდვილად მონუსხული ვარ იმ მასშტაბით და იმ ხარისხით, როგორც მიმდინარეობს ყველა საკონსერვაციო მიმართულებით სამუშაოები. განსაკუთრებით ეს ეხება არქიტექტურას, რადგან ერთიანი დროებითი გადახურვის გარეშე ყველა სხვა საკონსერვაციო მიმართულებაზე მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია. ნახე ხარაჩო, რომელიც აგებულია გუმბათამდე. შტაბეჭდილებების ქვეშ ვარ ამ სამუშაოებით. მონუსხული ვარ იმ თანამშრომლობით, რომელიც ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს შორის არის. მე ვარ პასუხისმგებელი ქართულ ჯგუფთან ერთად კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამაზე. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი დავალებაა. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ კედლის მხატვრობის მდგომარეობა და მისი კომპლექსურობა. ამჟამად რა მდგომარეობაშია ის და რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის მემკვიდრეობითი პრობლემა 100 წლების განმავლობაში დაგროვდა ეს სირთულეები.
ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებებისა და ცოდნის საფუძველზე ვაყალიბებთ ჩარევის მეთოდოლოგიას. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ კვლევის დიაგნოსტიკის პროცესს, ასევე მიმდინარეობს ანალიტიკური კვლევები და ამის საფუძველზე ვახორციელებთ ჩარევითი ფიზიკური სამუშაოების მეთოდოლოგიის განვითარებას. კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა სრულად დაფუძნებულია საერთაშორისო სამეცნიერო და საკონსერვაციო მიდგომებზე და ეს პროგრამა აერთიანებს ყველა საჭირო კომპონენტს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რადგან ჩვენ შევაჯამეთ ყველა ის მონაცემი და კვლევის შედეგი, რომელიც დღემდე განხორციელდა, რათა წინ წავიწიოთ რეაბილიტაციის ნაწილში. ჩვენ ჩართული ვართ გელათში კულტურული კვლევების მიმართულებით, რადგან ძეგლს აქვს მრავალი მიმართულებით პრობლემები და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ეს პრობლემა იყოს განსაზღვრული. რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, ჩვენ ვახორციელებთ დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კონსტრუქციული მდგომარეობის კვლევას და მონიტორინგს. მინდა ვთქვა, რომ მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები აქამდე არ გამოვლინდა ძეგლში და ამ თვალსაზრისით კმაყოფილი ვარ. მინდა გითხრათ, რომ მოზაიკა მძიმე მდგომარეობაშია, ის 89%-ით მოცილებულია კედელს და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არ არის იატაკის მოზაიკა, ეს არის კედლის მოზაიკა, კონქის მოზაიკა. ის მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მოცილებულია კედელს და ეს საფრთხის შემცველია. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სპეციალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც იქნება საყრდენი ამ მოზაიკისთვის. ამ საყრდენის შექმნის შემდეგ მივცემთ საშუალებას როგორც რესტავრატორებს, ინჟინრებს და არქიტექტორებს, ასევე მოზაიკის სპეციალისტებს, რომ განვახორციელოთ გეგმიური კონსერვაცია და გამაგრება. ჩვენ დაახლოებით 1 წელი გვქონდა იმისთვის, რომ შეგვემუშავებინა საპროექტო წინადადება ამ სტრუქტურის შექმნისთვის. ჩვენ შევიმუშავეთ მთელი მოზაიკური კომპოზიციის კონსერვაციის პროექტი. გელათში წვიმისა და თოვის შედეგად წყალი 2016 წლის დეკემბერში ჩავიდა, რამაც ფრესკების ნაწილი დააზიანა. სახურავი დაზიანდა 2019 წელსაც, მიზეზი უხარისხო მასალით გადახურვა იყო. მოგვიანებით საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც საუბრობდა, რომ გელათის საკათედრო ტაძრის 21 საუკუნის კრიზისი 2015-2019 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. მათი თქმით, ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომებით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან წყლის ჩადინება ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა. ამ განცხადებიდან მალევე 2023 წლის 7 აპრილს გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურის სამინისტროსაგან გადაიბარა. უკვე 2 წელია გელათში სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ისტორიული ძეგლის საკითხით დაინტერესებული პირები კვლავ აღნიშნავენ, რომ სამონასტრო კომპლექსი მძიმე მდგომარეობაშია. ამ დრომდე ვერ მოხერხდა დროებითი გადახურვის მოწყობა და გუმბათიც კი მიტოვებულია.